მე სურს ორ მნიშვნელოვან საკითხზე გავაკეთო აქცენტი. ერთი არის ის, რომ არსებობს სხვა ქვეყნის მაგალითები, როდესაც ისევ კონვენციის რატიფიცირებას დაუბრუნდები, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი საკონცო საკითხი ამ შემთხვევაში, რომ მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია მასთან, არის ის, რომ არის სახელმწიფოები და ქვეყნები, სადაც კონვენცია რატიფიცირებული არ არის, თუმცა გარემო ბევრად უფრო ადაპტირებულია. თუმცა არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფოები, ისეთი როგორიც არის მაგალითად სომხეთი, რომელმაც კონვენციის რატიფიკაცია მოახდინა, თუმცა გარემო ადაპტირებული არ არის. ანუ ჩვენ მაინც და მაინც ჩემ კოლეგები რასაც საუბრობდნენ, არ არის აუცილებელი ვიზრუნოთ იმაზე, რომ მოხდეს ამ კონვენციის რატიფიცირება, ან რომელიმე საერთაშორისო სტანდარტების შესაძლებელია ისედაც მოვიდომოთ და გავაკეთოთ გარემო ადაპტირებული. ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა კიდევ რაც არის ჩემი მოსაზრებით, არის ის, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო არის ვალდებული ამისთვის, ჩვენც ვართ ვალდებულნი, რომ შევუწყოთ ხელი გარემოს ადაპტირებას. მაგალითად, ამ შემთხვევაში ბიზნესი ერთ-ერთი კერძო საწარმოები, მცირე საწარმოები არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. როდესაც აშენებენ და იწყებენ გარკვეულ ბიზნესს, მე ვფიქრობ, მათაც უნდა იზრუნონ იმაზე, რომ გარემო შექმნან ადაპტირებული. ამიტომ საზოგადოების აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვაიძულოთ ერთმანეთი, რომ გარემო იყოს ადაპტირებული.